ჩემი ერთადერთი სათხოვარია, რომ ჩუმად იყოთ, რადგან ბავშვები მიკროფონის გარეშე წარდგებიან თქვენ წინაშე და ამიტომ ნერვიულობენ კიდევაც, ხმაც უნდა მოგაწვინონ, რაც სათქმელი აქვთ მიკროფონთან ვერ იტყვიან, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება ჩუმად იყავით და მოусმინეთ. კარგი, დიდი მადლობა. ალბათ ნახავდით და შეამჩნევდით კედელს ამშვენებს ჩვენი ნორჩი მხატვრების ნამუშევრები და იმედია შეაფასებთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პორტრეტს. მადლობა. მოგესალმებით ჯერბაზოს სტუმრებო. დღეს ჩვენ ერთად ვიწყებთ მოგზაურობას ქვეყანაში, სადაც თითოეულ მთას თავისი ისტორია აქვს, თითოეულ მდინარეს ლეგენდა და თითოეულ კუთხეს საკუთარი ტრადიცია. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ საოცრად მრავალფეროვანი. აქ საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა განსხვავებული კულტურა, ტრადიციები, სამოსი, სიმღერა და წეს-ჩვეულებები. მოდით და ერთად დავიწყოთ მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. მას შანსე მოეწყეთ კომფორტულად, წარმოგიდგენთ ღონისძიებას ფერადი საქართველო. იცოდით, რომ ქალისა და მამაკაცის სამოსით ძველქართული სახელწოდება იყო კაბა? სეზონური სამოსი არსებობდა როგორც მთაში, ასევე ბარში. მაგალითად, ზაფხულში ტილოს სამოსით იმოსებოდა ხევსური, ფშავი, თუში. სხვა სამოსი ნაკლებად ჰქონდათ. მოგვიანებით შემოვიდა ბამბის სამოსი. ზამთარში სათმუნებელ სამოსად მთაში ყავყაბას კაპურს იცვამდნენ. ის იკერებოდა წყლის გადმობრუნებული ყავით, რომელიც შიგნიდან იყო დათმუნებული, ხოლო ბარში იყო ქათიბი, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთშიც. ქათიბით ქარიც იმოსებოდა და კაციც. იგი იკერებოდა ხავერდისგან, ხოლო შიგნით ძალიან დაგებული სარჩული ჰქონდა გამოდებული. ქალის სამოს სიასამურის ბეწვი ჰქონდა შემოვლებული, რომლითაც ძირითადად მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იმოსებოდნენ. ქათლი მდებარეობს საქართველოს ცენტრში. თბილისი ქვეყნის დედაქალაქია. ქვემო ქათლი მოიცავს ბოლნისის, გაგაბრის, მანისის, თერწყაროს და მარნეულის რაიონებს. შიდა ქათლის ჩრდილოეთი ნაწილი კი ცხინვალის რეგიონია, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი. ქათლის ტრადიციული სამოსი წარმოადგენს კლასიკურ ქალწულ ჩოხას მამაკაცებისთვის. ჩოხა გრძელი სამოსი, კერძო გაზირებით. ადრე რელიგიურად ტყვიისა და თეთრის ჩასატებას გამოიყენებოდა, ხოლო დღეს ისინი დეკორატიული ელემენტებია. ახალუხი, პერანგის მსგავსი, ჩოხის ქვეშ ჩასაცმელი ხანჯალი, ტრადიციული აქსესუარები. ქალაქისთვის კი გამოიყენებოდა კალა, ნაქარგები და თავსაბურავები, რომლებიც გამოხატავდნენ მდიდარ დეკორს და რეგიონის კულტურულ სტილს. კახეთი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. ეს რეგიონი ცნობილია ვენახებითა და მწვანე ლანდშაფტით. მთავარი ქალაქია თელავი და სიღნაღე, რომლებიც ასევე კულტურულ და ტურისტულ ცენტრებს წარმოადგენენ. კახეთის ტრადიციული სამოსი გამოირჩევა სიმღერებით, მამაკაცის ჩოხა, კლასიკური ქართული ჩოხა, მაგრამ უფრო მრავალფერი ნაქარგებით. თამარი და ხანჯალი, სამარხვეშა პერანგი ტრადიციული აქსესუარებია. ქალების სამოსი, გრძელი კაბა, ნაქარგებითა და ფერადი ქსოვილი, ხშირად თავსაბურავები. კახეთის ტრადიციული სამოსი ხშირად ღვინისა და საზღვრო ტრადიციებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ძალიან დახვეწილია და ამშვენებს დღესასწაულებს. იმერეთი მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში. სოფლად აქვს მდინარეები, ველები და მთები, რაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობას და მეღვინეობას. მთავარი ქალაქია ქუთაისი, რომელიც კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენს. იმერეთი ტრადიციული სამოსი გამოირჩევა სილამაზით, დეკორაციებითა და ნაქარგებით, თუმცა ნაკლებად ფერადია, ვიდრე კახეთის ან სვანეთის სამოსი. მამაკაცი ჩოხა, კლასიკური, ოდნავ მოკლე, კერძე ნაქარგებით, ხამარი, ხანჯალი, ახალუხი, ტრადიციული აქსესუარები. ქალის სამოსი, გრძელი კაბა, ნაქარგები გულზე, თავსაბურავი და სამარჯვო. სამეგრელო მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში, იმერეთისა და აჭარის გვერდით. რეგიონს ახასიათებს მწვანე ველები, მდინარეები და ზღვისპირა ტერიტორია, რაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობასა და თევზჭერას. მთავარი ქალაქია ზუგდიდი. რეგიონში მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია მეღვინეობით, სოფლის მეურნეობით, ხე-ტყის დამუშავებით და თევზჭერით. მამაკაცის სამოსი,
მეგრული ჩოხა, ელეგანტური და ტანზე მოდგებულია. მუქი ფერის, ჩოხის ქვეშ ატარებენ აღგამოს, შარვალი ვიწრო და მოხდენილი, ქამარი და ხანჯალი. ქალის სამოსი, ძელი და მოხდენილი ქაფა, ფერადი და ლამაზი ნახატები. ხშირად იყენებენ ავტოსა და ვერცხლის საყურეებს და საბაჟურებს. გურია მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროსთან, იმერეთსა და აჭარას შორის. რეგიონი ცნობილია მწვანე მთებით, პლანტაციებითა და ზღვისპირა ტერიტორიით. მთავარი ქალაქია ოზურგეთი. მამაკაცის ჩოხა ზე ხშირი დეკორით, შარვალი ოდნავ ვიწრო, ქამრით და ხარკილით. ქალების სამოსი, გრძელი კამა, ნახატები, თავსაბურავი, ხშირად ფერადი აქსესუარებით. სვანეთი მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ჩრდილოეთში, მაღალი მთებით, კავკასიონის ულამაზესი მწვერვალებით. რეგიონი ცნობილია მთიანი ლანდშაფტით და კლდოვანი სოფლებით. მთავარი ქალაქია მესტია, ხოლო სოფელი უშგული ერთ-ერთი ყველაზე მაღალ მუდმივად დასახლებულ სოფლად ითვლება. სვანეთი ცნობილია კოშკების სიმრავლით, რომლებიც გამოიყენებოდა თავდაცვითა და ოჯახების დასაცავად. ამიტომ ტრადიციული სამოსით იყო შესაბამისად გამძლე, პრაქტიკული და კლიმატზე გაცვლილი. სვანეთის ტრადიციული სამოსია სვანური ჩოხა, შედარებით მოკლეა. ჩოხის ქვეშ თეთრი, აქტია ფერის პერაკი. შარვალი ვიწრო, ფონი მთავარი ელემენტია, რომელიც მართლისგან მზადდება და დღემდე სვანეთის სიმბოლოდ ითვლება. ქამარი და ხანჯალი. ქალის სამოსი, ჩვეულებრივ მუქი ფერის, გრძელი და ფართო, თავსაფარი. ხშირად იყენებენ ვერცხლის სამკაულებს, რომელიც სოციალური სტატუსის მაჩვენებელი იყო. რაჭა მდებარეობს საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის მთიან რეგიონში. რეგიონი ცნობილია უამრავი ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლით, სახონავო მინერალური წყლებით, ულამაზესი ფერით და ვენახებით. მთავარი ქალაქია ამტყო. რაჭის ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობაზე, მეღვინეობასა და მეცხვარეობაზეა დაფუძნებული. განსხვავდება იმედების ტანისამოსისგან, მაგრამ გამოირჩევა პრაქტიკით და გამძლეობით მთიან პირობებში. მოიცავს შავს, ჯიურეთს და ხევსურეთს. მდებარეობს საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის მთებში. რეგიონი გამოირჩევა მაღალი მთებით, ულამაზესი ხეობებით და ბუნებით. ეს ხალხი ცნობილია თავისი მამაცობით, სტუმართმოყვარეობითა და ძველი ტრადიციების ერთგულებით. შავი, მამაკაცის სამოსი, ჩოხის მსგავსი ტანსაცმელი, ქამრით და ხარკილით. ქალის სამოსი, გრძელი კამა, ნახატებითა და ტრადიციული თავსაბურავით. ჯიულეთის ტრადიციული სამოსი პრაქტიკული და გამძლეა, რადგან იგი შექმნილია მთის მკაცრი კლიმატისთვის. მამაკაცის ჩოხა, მუქი ფერის, ქამრით და ხანჯლით, თბილი მოსასხამი და მატყლის ტანსაცმელი აუცილებელი იყო სიცივის გამო. ქალების სამოსი, გრძელი კამა, ნახატებით, თავსაბურავით და ფერადი აქსესუარებით. მამაკაცის სანადირო ხოს გაშვებული. აჭარა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეგიონი გამოირჩევა ნესტიანი კლიმატით, მწვანე მთებითა და სუბტროპიკული ბუნებით. მთავარი ქალაქია ბათუმი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრიც არის. ადგილობრივი მოსახლეობა ტრადიციულად დაკავებული იყო მესაქონლეობით, მიწათმოქმედებით და ღვთის მეურნეობით. აჭარის ტრადიციული სამოსი განსხვავდება სხვა კუთხეებისგან და მასზე ჩანს აღმოსავლური გავლენა. მამაკაცის სამოსი, მოკლე ჩოხის მსგავსი ტანსაცმელი, ვიწრო შარვალი, ქამარი და თავსაბურავი. ქალის სამოსი, ფერადი და დეკორატიული კაბები, ნახატებითა და ორნამენტებით. ხშირად გამოიყენებოდა მდიდარი ქსოვილები და ფერადი აქსესუარები.
მესხეთ ჯავახეთი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში, სომხეთისა და თურქეთის საზღვართან. რეგიონი ცნობილია მაღალი ვულკანური პლატოთი, ტბებითა და მკაცრი კლიმატით, მთიანი ლანდშაფტით, ძველი ციხეებით, ისტორიული ძეგლებით. აქ მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ტბა, ფარავნის ტბა. რეგიონში მნიშვნელოვანი ქალაქებია ახალქალაქი და ახალციხე. მესხეთში მდებარეობს ცნობილი ისტორიული ციხე, ნაბათის ციხე, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია საქართველოში. აქ ძირითადად ცხოვრობენ ქართველი მესხები. ისტორიულად ეს მხარე იყო ვაჭრობის, კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი, რადგან აქ გადიოდა გზები სამხრეთის ქვეყნებთან. მოსახლეობა დაკავებული იყო მიწათმოქმედებით, მესაქონლეობით და ხელოსნობით. მათი ტრადიციული სამოსი გამოირჩევა ელეგანტური ფორმითა და მდიდარი დეკორაციებით. მამაკაცის სამოსი, ჩოხა, ქამარი და ხანჯალი, ქალების სამოსი, გრძელი კაბები, ნაქარგებითა და ლამაზი თავსაბურავით. ხშირად გამოიყენებოდა მუქი და ღრმა ფერები. აფხაზეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეგიონი ცნობილია თავისი ზღვის სანაპიროთი, მთებითა და სუბტროპიკული ბუნებით. მთავარი ქალაქია სოხუმი, რომელიც ისტორიულად მნიშვნელოვანი კულტურული და ეკონომიკური ცენტრიც იყო. აფხაზეთის ტრადიციული სამოსი კავკასიური კულტურის გავლენას ატარებს. მამაკაცები ატარებენ ჩოხას, ქამარსა და ხანჯალს. ქალების სამოსი იყო გრძელი ელეგანტური კაბები და თავსაბურავი. სამოსი ხშირად მზადდებოდა მაღალხარისხიანი ქსოვილებისგან და მდიდარი დეკორაციებით.
ტრადიცია აქვს. ტრადიცია ეს არის თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები და წესები, ყოფაქცევის ნორმები, რომლებიც ნებისმიერ ერთს გააჩნია და იცავს მათ. ტრადიციის არსი დროსთან კავშირია, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ მისი გაუფასურება არ შეუძლია. იგი ადამიანის ფსიქიკაში ღმადით გამსფესვებს და მერე მისი მოსპობა თითქმის შეუძლებელია. დრო პერიოდულად ახდენს ხოლმე ტრადიციების განაფასებას საზოგადოების ცვლილებასთან ერთად, თუმცა რაც ღირებულია და დროს უცდებს რჩება, ხოლო რასაც წყალი გაზრდიდა და მოჭმული ხდება გადის მოხმარებიდან. წარმოგიდგენთ თითოეული კუთხის ტრადიციებს, საინტერესო ფაქტებს, წესჩვეულებებს, მათთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ საკვებსა და ქართველი პოეტების მიერ ამ კუთხევისადმი მიწვნილ ლექსებს. კახეთი. ძველად კახეთში ახალ წელს ჩამიჩიან პურებს აწყობდნენ, მისე რომ ოჯახის ყოველ წევრს თითო ჩამიჩიანი პური შეხვედროდათ. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ჭამდა. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და სახლს სამჯერ შემოუვლიდა. შინ მობრუნებული კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავდა. კახეთში იშვიათია მარანი, სადაც ქვევრი არ იყოს. საქართველოში ქვევში ღვინის დაყენება 8000 წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ. ამ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მიწაში ჩაფლული ქვევრი მუდმივად 13-15 გრადუსს ინარჩუნებს. კახეთი როცა ბიბლინებს ზღვას არ ნახეთ ასე შორი ყვირის როგორც დავხედი ნასახმარიდან მოს რომ გავხედავ შემოხვდები რა კახეთი რაღაცნაირი დასაწვავი რა უშფოთ ვერ დასამოთხური შორს ალაზანი როგორც ნეწნოვი დიაჭალებით გავჩემორტყული რაკეთანა გაიქეს ვაკირი სადაკეტილი მთების ძალაზით დამაშრა არია გასაკვირი რომელიც დავთვერია მისი დამასით კალანდობა გურიაში ახალ წელს ნიშნავს, რომლებიც განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას. ოთახს ამშვენებდნენ პურკანთერას მარცვლებითა და ფროჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გულის კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. ჩიჩილაკს ქართულ ნაძვისას უწოდებენ. ის იყო რიტუალური საგანი, რომელსაც სპეციალურად სახელმწიფოდ ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული, თუმცა ამ ბოლო წლებში ყველა ქართული ოჯახი ყელოს სახელმწიფოდ ჭიშულობს. ძველი გურული ცეკვებიდან ცნობილია ფარცაკუკუ, კალმახობა, ფოთლი ცეკვა, ფერფული. ფარცაკუკუ ომში გამარჯვებული მხედრების მასობრივი ცეკვაა, სრულდება ქალებთან ერთად. გურის სპორტულ ტრადიციათაგან აღსანიშნავია დოღი ბახმაროში. ყოველი წლის 19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში იმართება ტრადიციული დოღი. დოღის ტრადიცია მე-20 საუკუნიდან იწყებს სათავეს. მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ცხენოსნები. დოღი სამეურნეოში გავრცელებული იყო. ის გარდაცვლილი მამაკაცის წინსვლაზე იმართებოდა და მასში მონაწილეობდა ყველა, ვისაც მიცვალებულის პატივისცემა სურდა. მარვილა საგანგებო ნავარჯიშები ცხენების შეძივზე გრძელ 25 კილომეტრია დისტანციაზე. წელიწადში ამდენჯერმე აწყობენ დიდ დღესასწაულთან დაკავშირებით. დოღში და მარვილაში გამარჯვებულებს დიდი პატივი, ჯილდო, დროშა, ფული, ნივთები ელოდეთ. ადრე სამეგრელოს ყველა სოფელში გავრცელებული იყო შემდეგი სახის ჩვეულებები. ახლად დაბადებულ ბავშვს პირში ჩხიკის მთას გამოუსმევდა ბებია, ენას მალე ამოიდგამსო. თუ ვაჟი დაიბადებოდა, თავს სახნავზე ან აჯახზე ხელს მოაგიდებდნენ. კარგი მუშა გამოვაო. თუ ქალი იყო, თითს ტაკს მაკრატელს ხელში ჩაუდებდნენ. სამეგრელო, ჩემო ნანო, კოხის სუნთქვა გენაცვალა, მიწიერი სამოთხე ხარ, არშებითა დაგვაფრენა, საქართველოს აკვანი ხარ, და მშობელი მეგრელ ხალხის, ქართულ კაცის ბარხმალი ხარ, დამონსტრი ხარ ბევრი რამის, შენს თავს ფიცრავ, ისე მიყვარს, ფაზისი და ტაჩხურია, შენი მწვანე მთადამდელო, ჩქიმ ჯიხადო ანაყრია, შიაქ ჩქიმე გური შვარდი, შენი მსგავსი არსად არის, ოსკანეთა მოფქემენა, არც ცოცხლი აღარ მინდა, მე ყველაფერს მირჩენია, ლებარდედო რუხის კარი, მთელს სოფლებს მირჩენია, მადლანადო ტეხურ წყარი, ხობის წყარი და ენგური, შენზე ლექსებს ვიკითხავენ, ტვიხმე არ ვიგოვენ, დიდო ნანა, ნანინა ნანას, სამეგრელო, ჩემო ნანა, კოხის სუნთქვა გენაცვალა, მიწიერი სამოთხე ხარ, არსებითა დაგვაფრენა.
გაჩინებული ცხოვრებისთვის თითო-თითოს. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხოჭებს გონსთავს დადებს, იუბედის კვერებში მოუწყობს და იქვე დაასვენებს ბასილას განლაგებას. ხოჭი ისეთი მხარის დასაბელებლად თაფში ამოინებულ პურის ნუკმებს ჯამით მოათავსებს, ანთებურს ათლებს მიაკრავს, საახალწლო ხოჭას ქართლში აბრამიას უწოდებენ. თათი, ზექართლის ელებს ოქროდებო, მტკვარი მიყვება ძველთაძველ კალაპოts, აქ ყოველი ქვა წარსულს მოგვითხრობს, რომ მომავალი კვლავ გაარდოს. აბანახები მტკრივი ზედამდგარი, ბრძნეული ვაზის წისკენი წევა ქართლი, სამშობლოს სული და სული, როცა და ჩუა ჩაბები. იმერული ძველთააცი ახალწლას ნეკვრის მოსვლამდე ოჯახის უფროსი ხორებით სამსახონჯი სამჯერ წარმა შემოვიდა სახს გარშემო და უფალს სწავლობას, ჯანმრთელობას, გამრავლებას, ხოვსა და ბარათას შესთხოვდა. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, რევიზისტული და ტკბილი კვერები ეწყო. ამის შემდეგ ოჯახის უფროსი კერიაში შედიოდა. მოხარში მოგისქრისა ყუთს რამდენიმეჯერ ძლიერად დაჰკრავდა ჯოხს და საყვამურიდან ცისკერით წასულ ნაპერწკლებს ლოცვას დაადევნებდა. როგორი უხვიც არის ეს ნაპერწკლები, ისე გვამრავლე და გვახარეო. ამდენი ოქრო ჩვენს ოჯახში, ამდენი პური და ღვინო, ამდენი მარილი, ამდენი ძროხა, ხარი და კამეჩი, ამდენი ღორი, ქათამი და ინდაურიო და ეს წელი ამ ნაპერწკლებით უხვი იყოსო. მეფეს კი ოჯახში წყალი მოჰქონა. ოჯახის წევრები პირს დაიბანდნენ და ისე მეფეს წინამძღოლოს მონისკენ წაუდოდნენ. მიჰქონა ცანოვაგი, ცავსე გობი, ორშიმი და ჩიჩილაკი. მეკვდე ჩიჩილაკ საახალწლო ჭურს გვერდით დაასოფდა, მან სახალხოს მიულოცავდა. შემდეგ საახალწლო ჭურს მოხდიდნენ ღვინოს გასინჯანი და დუღებს აავსებდნენ. ახალი წლის ღამეს კი ძილის წინ იმერეთში ბალიშის ქვეშ ოჯახის ყველა წევრი ერთ ლიტარ შაქარს ამოვიდოდა, რომ მთელი წელი კვირა და ბედნიერად გაეტარებინათ. და ეს ლიტერი მამის ყევრამდე შეჭრა. Thank you.
დასაქმნელი სანოვაგის მარაგი და პირუტყვის საკვები ერთ კომპლექსშია მოქცეული. საინტერესოა თისრაჭის საქორწილო ტრადიციებიც. როგორც წესი ჯვისწრაფილებული იყო ხალის სოფელში, სადაც სასითო თავისი ანქით მარტით მიემგზავრებოდა. იქ ბუიგვინოსნებს ასაჩუქრებდნენ ნივთებითა და ფულით. ბავშვი შემდეგ გაიხლებოდნენ პატარდას წამოგურავდნენ ბურსოულში, შემდეგ მიყავდნენ სიძის სახლში თოფების ხრის დასიმლეით. იქ დედამთილი ხდებოდა შაქრის. ძველად მთის რაჭაში გავრცელებული იყო ამკლაში დაცვიდვა დანიშნვა. სოფელში თუ ერთ ოჯახს ქალი შეეძინებოდა, მეორეს კი ვაჟი და მათ ოჯახებს კარგი ურთიერთობა ექნებოდათ ერთმანეთთან, 40 დღის შემდეგ შეხვდებოდნენ ერთმანეთს წყაროსთან და დანათესაობა შესთავაზებდნენ. რაჭაში ნადირობაც განსაკუთრებული რიტუალებით ასრულებდნენ. მონადირე სანადირო წაშვის წინ სულ სიტყვას არ იტყოდა, არ დალებდა. სანადირო დღამიან დილით ადრე მიდიოდა და ცდილობდა გზელი ხმარიცას გაეცა. გამრავლსაც არ უნდა ეკითხაო, სად მიხოლო, მხოლოდ გზა უნდა დაილოცა, გამარჯვებული არის. არც მისი ცოლი ეტყოდა, რომელიც თუ მისი ქმარი იყო სანადირო წასული. არც მას გაჩნდა და დაივაწყდა მის მოსვლამდე. საგზელს დედის გამოცხვა ხმიათ წაიღებდა. ქონიანი ან წვნიანი თანარიფი უნდა გქონოდა. არც მის ოჯახი შეგიმოდა საჭმელი წვნიანი მის მოსვლამდე. რაჭა, იქ სადაც ალიონს უსუფრხობს სისხლივი, იქ სადაც კვიტებიას ხდება ალუჩას, იქ სადაც ფოთლებით თითქოს და გიცინის, იქ სადაც ოცნებებს ბოლოს კი არ უჩას, მიჰყვები აღმართებს ცხოვრების მეგზურებს და თითქოს ბილიკეთ ხარით კრავკონებად, თუ ერთხელ იგილე, თუ ერთხელ ესტუმე, მერე ის გიგის ალბათ მთელ ქონებად, შოვსა და უწერას, სონსა და ბარაკოს, თამაის გვერსა და ქალოს და მრავალძავს, ბერვისგან ხმურსა და ბერვისგან გაგონის, ფიქრეთი დალოცა ამთების პატარძავს. აჭარაში კი ახალი წლის მისაღებთოში შეუყავთ ფერადი ნივთები შეუყავთ მამაიც სხვა არის. ეს იყო კომისარი ბარაქის სიძველესთან ასოცირებული. ახალი წლის დადგმისთანავე მამაკაცი გაითხოვა თოვლის. ეს მიანიშნება სიკვდილზე სიცოცხლის განხილვაზე. აგენტები ჩადიოდა ბოსოში და კიმ ჯაჭვი გახდა გაეცა. რაც საფრთხის მუდმივ სინამდვილეს უკავშირდება. ძველად აჭარაში ამ დღესასწაულზე ქალბატონები შემოსილი იყვნენ წითელი კაბებით. ისინი ტრადიციულად ბრინჯას შაქარს ურევდნენ ერთმანეთში. ამ მასას კი ყველა ოთახის კუთხეში ურევდნენ. ეს ტრადიცია დაკავშირებული მთელი წლის სიტყვებისა და სიუხვის დასაბედებად. მეფის მოსვლა მასპინძელი ოჯახისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. პიროვნება, რომელიც პირველში აბეჭებდა ახალ წელს, ხოვისა და ბარაქის მომტანი უნდა ყოფილიყო.
სოფელი უჭირავს. ხევსურეთში ყველაზე მრავალი რიცხვოვანი გვარი არაბული და ჭინჭარაულია. ეს ორი გვარი იხსნება ხევსურეთის ძირავ და თავდაპირველ მოსახლეობად. ხევსურული სახლის ტიპები ძირითადად სამსართულიანი ფიქალი ქვისგან მშრალად ნაგებია. კომპაქტურად თავსდებოდნენ ადამიანები და ცხოველები, რაც ხევსურული ხალხური არქიტექტურის დამახასიათებელი თავისებურება იყო. მშობელი მონადირე ძელსა და კატას თოფს არ ესურდა, რადგანაც მათ ურწმუნო ცხოვრება თვლიდა. თუ მონადირი ასკარეულ ცხოველს ის მოკლავდა, ერთი დღეს თოვლი მიწაში და დაემარხა. ამას საზაი სათხოვება, ანუ მისი შესრულება ეწოდებოდა. ნადირის მოკლისას თუ მონადირეს ვინმე პირველი შეხვდებოდა, მისთვის ნადირები შუაზე უნდა გაეყო. ეს ესევაში მშობელს სწავს გამოყენებული თავის ფორმები. ტრადიციას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე გავრცელებული თქმულების ნაკროვო სამეთში მეომრების დასაცვლელად ტარდებოდა. ანთებული ნაკრების მიხედვით ადგენენ თუ რამდენი მეომრის გამოყვანა შეიძლება სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიით ნაკრობის მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლების და კარგი ამინდის გამოთხოვა. ასევე სვანებს ჯეროდათ, რომ ამით საკუთარი მიცვალებულების სულებს ათბობდნენ. გვალვიან წელიწადს ქალები უახლოეს ტბაში ძვალს ჩაგდებდნენ და უფალს შესთხოვდნენ კარგ წვიმას. ზოგ თვეში სოფლის კაცები იესოსა და ღვთისმშობლის ხელებს გამოაძენებდნენ, მდინარეზე ჩაიტანენ, გაბანდნენ და სიმღერით შესთხოვდნენ გააგრძელებას. ზოგიერთ სოფელში ახლა სტარდება ეს რიტუალი. სვანეთი.
ხედავ გაშალეს მთებმა მკლავები ცხენის წყლის თქეში თვალთმა მსხინული უშვა თეთნუდი შხარა და შხელდა მურის ხიდიდან გადაჭიმული ჯვრამდე მოსულია შოტირი ტყე შიკი უშგული ბეჩო მესტია ეცერი ფარი ლენჯერი ხალდე ფუფუნებაზე უფრო მეტია ბრძენი მახვშები კოშკთა სიმრავლე ნისლში ფენილი მთები ჭალები სუფრა მასპინძლის ეშხით გამთვარი შინაო რბილი ლილეს ზარები მოძმესთან მუდამ ტკბილი დახვედრა მტერთან კი ბრძოლა დაუნდობელი სვანეთი ჩემი ოცნების კუთხე ჩემი ლექსის და ფიქრის მშობელი მესხი ჯავახეთს დიდი ადგილი უჭირავს უთხურ ტრადიციებს ადა წესებს რომთა შორის გამოირჩევა სტუმარ მოყვარეობა შობის პატივისცემა უხუცად მოგზაურობა თანადგომა შობაში ჭირსა და ხილში მესხი ჯავახეთს დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ ნათლობის ტრადიცია ხშირად გვარს ოჯახი ოჯახს ნათლობს და ეს გადადის თაობიდან თაობაზე მათ შორის როლების შეცვლა არ შეიძლება ნათელს როლება ჩვენში სიცხის ნათესაობაზე წინ გასმერთმეზე თაობამდე დაგრძელდება ნათლის უდიდესი პატივისცემა ჩვენში ასე იწვია ნათლია ბანზე რომ გადაელის ნათლის დედაში ფერმზე უნდა ადგეს ასპინძელში წესია რომ ახალი წლის პირველ დღეს ნათლობრივ ცხნით ტრადიციას და ნათლის ოჯახი მათ უნდა მიულოცოს ბედნიერი წლის დადგომა ეს ტრადიცია ძალიან მომხდარსაც აღალატოვენ არ გავცვლის საცაბდეებსა უყურაების ხიძედა არ გავცვლ მეჩემ სამშობლო სხვა ქვეყნის სამოთხეზედა სამშობლო როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა
დაკავებულ და თანამედროვე დასავლეთ საქართველოში უკავია საკმაოდ დიდი ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოურს შორის. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 1993 წლიდან. მისი დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაუმამ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო ზემოწმენდის ადმინისტრაციული მხარის გასწვრივ. აფხაზეთისა და საქართველოს განყოფ ხაზთან აღმართულია მშვიდობის მონუმენტი, სიმბოლური იარაღი შეკრული ლულით, რომელიც ნიშნავს არა ომს. აფხაზეთი. მე აფხაზეთში დავიბადე ტყვეებისა და ბომბების ფონზე და ჩემს ოთახში კედლის საათი ახლაც მუშაობს სოხუმის დროზე. ანუ გაჩერდა სწორედ იმ წუთას, როცა გავარდა პირველი ტყვია. ჩემს სამშობლოში დავჭიდა მაინც, დღემდე მე ისევ გევლინი მქვია. მათი მომზადების წესი, რომლითაც თავს იწონებს თითოეული კუთხის წარმომადგენელი. კახეთი
მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ 800 ძიშია გავრცელებული. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვენ წელიწადამდე მესამე-მეორე საუკუნეში იწყება. დღემდე ქართლის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს. ისევე როგორც საქართველოს საარჩევნო კახეთის განსხვავებული, თავისებური და უგემრიელესი სამზარეულო აქვს, რომელშიც უმეტეს წინათხოვრის კერძებია გავრცელებული. წვადი კახურის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ხორცს წარამზე წვავენ, ამით მეც განსაკუთრებულ არომატს ძენენ. წვადს ძალიან უხდება ქართული ტრადიციული სოუსის წამალი. კახურის სამზარეულოს ეკუთვნის საქართველოს ყველაზე გემრიელ დესერტები, ჩურჩხელი და თეთარა, რომელიც ყურძნის ტვენისგან მზადდება. გურიაში საშუალო თავისებურად თუნდაც დამთავრდა გურული ღვაწლი. ის სუფრის მნიშვნელოვანი კერძია. ის მზადდება ჩვეულებრივ მსგავსი სონისგან, მოხაჩული კვარცხლისგან და ყველისგან. მას ნახევარმთვარის ფორმას აძლევენ და აცხობენ. საქართველოში პირველი ჩაის ბუჩქი 1809 წელს მამია გურიელის ბაღში გაჩნდა. მოგვიანებით კი შავი ზღვის პირას რაიონებში მისი პლანტაციები გაჩნდა. ჩემი გურია. გურიაში სულ სხვაგვარი სიყვარული იქცია. მთებში მიქარგმოქარგული ფერფლისფერი ნისლია. მას პინძელე შეგაწუხებს გადაიღეს საჭმელი. საიდან ოგდოლოფსლებს იუმორი ამდენი. კრიმაჭული გაგა კვირვებზე სასხდება ბანები. სულ სხვა აჩხიბი ღიმიან გურიაში ქალები. სილამაზე საქრო ვნახავთ ვერ იხილავთ მეორეს. გურულების ნაღდი იუმორს ვერ გაიმეორებს. გურიაში სულ სხვაგვარი სიყვარული იციან. მთებში მიქარგმოქარგული ფერფლისფერი ნისლია. მთებს რომ ფერი შეეცვლება, თიგურია იწყება. სცადე ერთხელ დაიხილე, აღარ დაგაუწყდება. სამეგრელო ერთ-ერთი ტრადიციული მეგრული კერძია ელარჯი, რომლის მზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ამგვარი ნამდვილი ელარჯის დაგემოვნება მხოლოდ სამეგრელოშია შესაძლებელი, რომელიც განსაკუთრებულად გემრიელი და მათი სამძვრებია. ასევე ტრადიციული მეგრული კერძია გებჟელია და ფუჩხოლია. გებჟელი ერძეში ჩანეულს ნიშნავს. ფუჩხოლია კი ძველი მეგრული კერძია, რომლის შესახებ ახალმა თაობამ თითქმის არც კი იცის. იგი სამეგრელო სოფლებში მზადდება. ფუჩხოლია დახსნილს ნიშნავს. ამ კერძს ასე იმიტომ ქვია, რომ ჭყინტი ყოლის, რომელიც მთავარი ინგრედიენტია, ხელით იფშვნება. ქართლის საქართველოს გულია და ყველა ტრადიცია აქ ტრის თავს. პურის მრავალი სახეობა არსებობს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გამორჩეული ტკბილი პური ნაჟითია. მას თონებში აწყობენ. პურისგან და ცომისგან განსხვავებით კვერცხით, რძით და შოქით იზილება. უმატებენ ქიშმიშ თავსა და სხვადასხვა სანაგრებებს. ერბო ხაჭაპური ქართული ხაჭაპურის სახეობა, სადაც კარაქის არომატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მერვების ტრადიციული კერძი იმერული ხაჭაპურია, რომელსაც დედა ხაჭაპურს პირველ ხაჭაპურს უწოდებენ. ასევე ერთ-ერთი გამორჩეული კერძი მაყვრისა და მწუხე ყურძნის ტვენში ეგრეთ წოდებული ისრი მაყვრში ჩადებული შემწვარი წიწივა. იმერულ სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხალეოს თუ იმასაც გავითვალისწინებს, რომ თანამედროვე მსოფლიო გასტრონომიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ვეგანური სამზარეულოა. იმერული სამზარეულოს ძირებულება ნამდვილად დიდია. რაჭა პატარა რეგიონია, მაგრამ გამოირჩევა მისი ძალიან საინტერესო სამზარეულოთი. კერძები უფრო ცხიმია, ნოყიერი და არომატულია, რის მთის კლიმატსა და ცხოვრების წესს კარგად ერგება. რაჭულობიანი, თხელი ჩამი და უგემრიელი სიკვთავსი ხშირად უმატებებს ბექოს ან ქონს, რაც განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს მას. ლორი რაჭული სამზარეულოს გამორჩეული კერძია. მისი დამზადების პროცესი ხანგრძლივია. რაჭალები ღორის დამარილებულ ხორცი ბოლში გამოჰყავთ. აჭარო კერძზე დიდი გავლენა მოახდინა მაღალჩინოს სოფლებში ცხოვრების წესმა. მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობითა და დაკავებულია, ამიტომ აჭარო კერძებში ხშირად ვხვდებით რძეს, თუმცა ბოსტნეულისა და ხორცებისგან დამზადებული ხშირია ამ მხარეში. სწორედ აქ გამოიხატება აჭარული სამზარეულოს მრავალფეროვნება. აჭარულ ოჯახში მხვედრისთანავე აუცილებლად დააგემოვნებთ აჭარულ ბორანს, რომელიც იქაურების ერთ-ერთი საყვარელი და უგემრიელესი კერძია. იგი კარტოფილისგან, ყველისა და კალათისგან მზადდება. ზოგიერთი აჭარული კერძი კი თურქულ კერძებთანაც არის დაკავშირებული. მაგალითად, უგემრიელესი აჭარული დესერტი ფაფავა და შოქოლადი.
შესაძლებელი თქვას, რომ შავში ყველაზე გავრცელებული ცხიმი სწორედ ერბოა. ერბოთი მიითვევენ ხატოს ხინკალს, კეცეულებს, აკრიას, აცხობენ ქადას. შავში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა მცენარის ნაყენები. სასმელად მოიხმარენ სხვადასხვა სამკურნალო მცენარეს, უპირველესად დუდულას, თავშავას, სპიტნას, სასხობს ყვავილსა და დეკას, რომელსაც მთის ჩაისაც უწოდებენ. თითოეული მათგანი გამოირჩევა განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით. ხევსურები. პურს ჭამის დროს ხევსური ქალები და კაცები თავიანთი თალკეს უფრო უდგათ. პურს ძირითადად სახლში აწყობენ. ერბო აქაც მისაღების საკვებია და თითქმის ყველა კერძში გამოიყენება. ხევსურების სახელი ლუდთანაც ასოცირდება. ხევსურები, თუშები, ფშაველები, გუდამაყრელები და მოხევეები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოყრილი ლუდით იხდიდნენ. დღესასწაულები საკმაოდ ბევრი იყო, რაც ქართული ლუდის ხარისხზე და განვითარებაზე მოქმედებდა. ფინკალი ისტორიულად ხინკალზე კიდევ უფრო ცოტა ცნობილი ვიდრე ხაჭაპურზე. გადმოცემის თანახმად პირველად საქართველოს ერთ-ერთ მთიან რეგიონში მოახვეს. თუმცა მოხელეებმა, მთიულებმა, ფშაველებმა თუ ხევსურებმა არავინ იცის და არც ერთი რეგიონი არ თხოვს ავტორობას. თავდაპირველად მხოლოდ ზღვის და ტროხის ხორცით მზადდებოდა და ძირითადად წყემსებისა და მონადირეების კერძი იყო. ხინკალი სიცივეს კარგად უძლებს, მარტივი სატარებელი, ადვილად იზრდება და მაღალკალორიულია. რაც ხალხისთვის, რომელსაც ბევრი სიარული უწევდა, რთულ რელიეფზე ძალიან მოხერხებული იყო. არსებობს ვერსია, რომ ხინკალის თავიდან მზისთვის შესაწირი საერთო კერძი იყო და ბორჯღალის ფორმა ჰქონდა. ვარში ფინკლის მასიური მომზადება მე-19 და მე-20 საუკუნეებში დაიწყეს. ამ დროს განიცადა ხინკალმა ყველაზე დიდი ცვლილება შეფთაში. ჯერ ცხვარს როლი ჩაენაცვლა, შემდეგ კი სრულიად სხვა პროდუქტები, მაგალითად კარტოფილი, ხაჭო, სოკო და ყველი. Marina,
სარეულოდან ყველაზე გავრცელებულია კუდარი. მთელი საიდუმლო გულსარჩია. წვრილად დაჭრილი ცხინიანი ხორცი ხალხსა და სანელებლთან ერთად დიდხანს ხელით იზრდება. ეს ხორცი რბილდება და სანელებლები კარგად უჯდება. ამის შემდეგ გულსარჩს ომში დებენ. ხაჭაპურით კამო და აცხოვენ. მესხი ჯავახეთი გამორჩეულია ძალიან ძველი და უნიკალური სამზარეულოთი. მაგალითად, ტენინი ყველი უნიკალური ქართული პროდუქტის დამზადებელია. გამხმარი და შემდეგ ზაფხარ და შვილინი ყველი რომელსაც მიწაში ინახებოდა და უცნაური გემო ჰქონდა. მესხი ჯავახეთი ცნობილია მესხურ რომელიც შოუში ჩაღრმავება და ფუნში ხდება. მას აწუხებენ დოლის იკას ქერის ფუნისგან. აპოქი ყველი ხორცი ის ძალიან გავს ბაქტორმა. რომელიც გართობის წესით თამზადებენ და ზამთრისთვის ინახავენ. გამდეგელები განამტები და დაგრეული ტყისგან დაძრები. თვალსებული ცხენის ოლები. წუხარი მცანდებადი. ჩვენ ვიხსენებთ წარსულ წარმოებს. როგორ წაგვასოს, როგორ დაჩაგეს. დაშულ როცა წმინდა მამის. თუმცუბუქე და თითქოს განიცდის. დღემდის მოხდეულ ტანჯი წვალებით. სიტყვა არ უყვარს საცხე ჯავახეთს. მიზევ შემოხდა წყლის თვალებით და გადაიღო ნაცვლ სამეფოს. აფხაზურა ქართული ტრადიციული კერძია აფხაზეთში. აფხაზეთში მას მხოლოდ გულბუძგისგან ამზადებენ. სუნელები ჩეკმასულ ხორცს შამფურზე იაგებდნენ. სამფინაბადი გულში აყოლნენ და მაყალზე წვავდნენ. სუფრაზე ხალხთან ერთად მიჰქონდნენ. გაგაცნეს ჩვენი ლამაზის სამშობლოს, კულტურა და ტრადიციები. მაგრამ ჩვენ მხოლოდ წარსულით კი არა, აწმოთიც ვამაყობთ.
მინდა გაგაცნოთ ნინა ვანილიში, რომელიც უკვე არაერთი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. ის დღეს შეგვისწავლებს ჩა-ჩა-ჩას. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ საოცარ ბავშვებს. არც კი ვიცი სიტყვები არ ყოფნის, ისეთი ყოჩაღები და ძალიან მაგრები ხართ. დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი წარმატება გელოდებათ წინ. და მინდა მოგილოცოთ მეოთხე კლასის დასრულება და თქვენი ცხოვრების ერთ ახალ ეტაპზე გადასვლა. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. საოცრად მიყვარხართ, ძალიან მაგრები ხართ. ყველაზე მაგარი ბავშვები ხართ მსოფლიოში. მადლობა გადაუხადო ნათია მასწავლებელს, რომლის დახმარების გარეშეც ეს ყველაფერი არ იქნებოდა. რომის წილი აქვს ნამდვილად ამ ღონისძიებაში და მინდა უღრმესი მადლობა ყველანაირად აქტუალური რა თქვენი მუშაობა. და მინდა როდესაც ამ ადამიანებს პირველად შევხვდი პირველ კლასში, მაშინ ვუთხარი, რომ თქვენს გარეშე მე არავინ არ ვარ, არაფერს არ წარმოვადგენ. ჩემი ხელებიც ხართ და ყველაფერი ხართ ჩემი თქო და მიხვდნენ ვიზეს საუბრო და მინდა თქვა, რომ მიყვარხართ უზომოდ. თქვენ საოცარი ხალხი ხართ. ერთი აქტივობა არ ყოფილა ამ 4 წლის განმავლობაში, რომ თქვენ მონაწილეობა არ მიგებოთ. თქვენ ჩემს გვერდით არ ყოფილიყავით. ჩვენ ბავშვებისთვის უამრავი რამ გავაკეთეთ და ყველაფერი იყო თქვენი დამსახურება. ძალიან მაგარი გოგოები ხართ, ძალიან. მიხარია რომ გაგიცანით და ძალიან მიყვარხართ. უთქვენოთ, არაფერი არ ვარ. არც ხელები მაქვს, არც ტვინი მაქვს და არაფერი არ გამაჩნია. აპლოდისმენტები ჩემს მოგეს. მიხარია ჩვენ ხარ ბუდდის გიხდით ცოტათი გავიგრძელდა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა რომ ჩვენი ნაშრომი
თქვენ ამდენი გვეტანა და თქვენ გენახათ რა შოუმა ჩავდეთ მე და ნათია მასწავლებელმა ამ ბავშვებში და ყველაზე მთავარი ამ ბავშვებმა გააკეთეს სხვა თავისა. მეც მინდა ერთი ორი სიტყვა გითხრათ ბავშვებო უღრმესი მადლობა თვითოეული წუთისთვის. აი ყველაფრისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით რაც თქვენ გააკეთეთ დღეს. და წინა დღეებშიც რაც აიტანეთ ჩემგან რა რიცხო რისხოც აიტანეთ და უღრმესი მადლობა მშობლებს გვერდში კომისთვის და რა ვიცი საუკეთესოები ხართ ნამდვილად ბავშვებიდან გამიძევდა მე მზადვიმავი კიდევ გაგრძელებული მოდა მომისმე იმდენად კარგი იყო ასე რომ ეს არ არის გაგრძელებული ძალიან კარგი იყო სულ მარკი გაიგეთებია ბევრები გააკეთებია მაგრამ აი საქართველოს რომ გაგვმთლიანეთი ეს უკვე დაწყება ისეთი იყო რომ სხვაზე უკვე არ ვიცი რა ძალიან კარგი ძალიან პატრიოტული ძალიან თემატური და ჩვენთვის მტკივნეული აი იმისთვის ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო და რა თქმა უნდა მშობლებო აი იმ დაწყებისთვის რა თქმა უნდა ყველაფერი კარგი იყო თქვენ რო კარგი ვიხართ ეხლა ამას აღარ უნდა ლაპარაკი ბავშვები გადასარევები ხარ რა სიტყვები თქვა არ არსებობს სიტყვები რომ თქვენ შეგაქვთ არ არსებობს უნებაში ის სიტყვები რომ აი თქვენი ეს ნიჭი თქვენი ეს დღევანდელი აქ მოტანილი ძალიან სილამაზე თქვა მაგრამ მაინც ეუბნებით ლამაზები ხართ მიყვარხართ კარგები ხართ და კიდევ ერთხელ ვამბობ მე მართლა იმედი მაქვს რომ აი რას თქვენი გამოსაღეთ ის იქნება თქვენი თაობისგან და ჩვენც მოვესწრებით ალბათ მე ჩემი თაობის ადამიანი მე ალბათ მოვესწრებით და კიდევ ერთხელ და მე რამდენიც ვამბობ წელს და ყოველ წელს როცა ეს ღონისძიებებია რომ აი როგორც ეკამასე რომ თქვა უთქვენო არც მასწავლებელი არც დირექცია და საერთოდ სკოლა არაფერი არ არის უთქვენოდ და ვერასოდეს ვერაფერს ვერ გავაკეთებ და ყოველთვის თქვენ ჩვენს გვერდში ხართ ასე რომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ეს მომენტი მომწია და თქვენი ჩართულობა ახლა რომ არ თქვა მე და რომ არავინ არ თქვა ხომჩას რომ ეს ყველაფერი თქვენგან თქვენი დახმარებით არის რა თქმა უნდა მასწავლებლები უმისმულია და მე გუშინდაც მიხარიებდი და მადლობა ჩვენ მასწავლებლებს კიდევ ერთხელ მადლობა გოგონი ძალიან კარგი ხარ ვამბობ თქვენი როგორც დირექტორი არა როგორც კოლეგა თქვენი და როგორც თქვენი თანამშრომლები დიდი ხანი ერთად კარგი ხარ თქვენ და დიდი მადლობა ყველას და აი ძალიან კარგი ყველაფერი და კიდევ ერთხელ დავავადებ სხვა დროსაც ვიყო მეხუთეში რომ გამოვიდა მე მეექვსეში არ დავიწყეს რაღაცები მომიცით და რომ აგრები ხარ ხო შორდება მე კლასი და მეექვსეს მეშვიდეს მეექვსეს და ასე შემდეგ და თქვენი შვილები არ არის ასე რომ მეც იარდიო ძალიან დიდი მადლობა წინასწარ შედეგად ამ სილამაზისთვის, ამ სცენისთვის, ამ ყველაფრისთვის, ჩაცმულობიდან დაწყებული თითოეული სიტყვისთვის, იმ მეგრული სიმღერისთვის, დაყარებისთვის. დიდი მადლობა ამისთვის ეკამასწავლებელს, მადლობა ნათია მასწავლებელს და რა თქმა უნდა უზარმაზარი მადლობა მშობლებს. თუ არა და თქვენი ასეთი მხარდაჭერა ეს სილამაზე არ გაკეთებოდა. გიული მასწავლებლის სიტყვებს მეც გამიმეორებ და ესხები ძალიან ვთქვით მშობლებო ნუ დაივიწყებთ შემდეგ წლებს. ჩვენ გელოდებით რომ ასეთი ლამაზი ღონისძიების წარდგებით კიდევ და მე-12 კლასშიც დააგვირგვინებთ თქვენს სილამაზეს. მადლობა. ეს ძალიან ლამაზი წება თქვენი შვილების ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ასრულებენ და ეს თითოეული ჩვენთანგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია. ძალიან დიდ მადლობას გეტყვით სკოლას, პედაგოგებს, რომლებიც ყოველთვის ზრუნავთ თქვენი შვილების განათლებაზე და განვითარებაზე. ახლა კი მინდა მთელი კლასის სახელით განსაკუთრებული მადლობა უთხრა ჩვენს ძვირფას ეკამასწავლებელს. ძალიან დიდი სიყვარული, შრომა და მძღოლობა გაიგო. ეკამასწავლებელო, თქვენი ხართ არა მხოლოდ პედაგოგი იყავით, მეგობარი, მხარდამჭერი და გზის გამკვლევი. თქვენი სიტყვა სიკეთე და
და სიყვარული ყოველთვის დაგვამახსოვრდება. მადლობა. მემართა ძალიან და დიდი მადლობა იმისთვის, რომ პირველი და ყველაზე ლამაზი სასიამოვნო სასკოლოსები ასეთი ბედნიერად თქვი გახარებთ. მოვივიღე რა მაგარია. დიდი მადლობა. ისურვებ კიდევ გამოსწავლოთ, კიდევ ვერ ბედნიერ და მადლიერ მშობელს და მოსწავლეს. ძალიან მემართა და ძალიან კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან მიყვარხარ, ძალიან თბილები, ძალიან საყვარლები და ძალიან მეიმედებით, რომ მომავალში ძალიან კარგები იქნებით, ისეთები როგორიც ახლა ხარ და კიდევ უკეთესები და უკეთესები. მე ძალიან პატარა საჩუქარი გაგიკეთეთ თქვენს უყევას. უბრალოდ მინდა რომ ეს ძალიან მცირედი საჩუქარი ჩემგან გქონდეთ თქვენს სახსოვრად. კარგით? ეხლა ვისახასაც ვიტყვი ის მოგვიდეს ჩემთან. და მე უნდა გეშვიდობებით ამას ვიზავთ. თეკლა ბოდიში თისკიშვილი ატალი ფერაძე ლუკა Roma. Anastasia. Barbare. Maria. Lazare. Anita. Nina. Luca. Marta. Oenzane. David. Katia. Igladze. Gabriel. Ana Maria. Nita. Físico. Elene. Vaja. Ocons. Macho. Anastasia. Eșevașvili, mă. Ce mi-i Ana. Andria. Da Barbare. ლექსებს დაგიწერს მევა, ვინც გიძღვნის სამ სიტყვებს მევა, ვინც გულში ჩაგიკრავს არსად, იქიდან არსად გაგიშვებს თუკი,
შენსევ და წაგიღებს მევა ვის გაგახალისებს მეტა მე მეტი შემეძლოს შენთვის მე ყველაფერს გავიღებ გამოვიდა და მართლაც გამოვიდა გამოვიდა და მართლაც გამოვიდა ეს ჩვენი ამბავი გამოვიდა და მართლაც გამოვიდა გამოვიდა და მართლაც გამოვიდა ეს ჩვენი ამბავი შეხა ვინც ჩუქნის სიყვარულს ალაც და პულებს სიხარულს მზეხა ვინც სითბოს ასხივებს ერთად არაფერი შეგვაშინებს შეხა ვისი სუნთქვაც მაღვიძებს შენზე ფიქრი არ მაძინებს თვევი ჩვენ თუნდაც გვაწვიმდეს თუ სიზმარია ნუ გამაღვიძე გამოვიდა და მართლა